ისლანდია, ყინულის და ცეცხლის მიწა, კუნძული, რომელიც ჯერ კიდევ ყალიბდება. ის ცოცხალია. ვულკანები, გეიზერები და მდუღარე ლავა. ეს ყველაფერი მხოლოდ ნიშნებია ამ დაუმორჩილებელი ძალის, რომელიც მის სიღრმეში დუხს. აქ ბუნება არასდროს არის მშვიდი. ის მოძრაობს, სუნთქავს და ახლიდან ქმნის საკუთარ თავს. ეს არის ადგილი, სადაც მიწისქვეშა ქაოსი ზედაპირზე გადაიქცა სილამაზედ. ისლანდიაში ყველაზე მეტი ვულკანია, ვიდრე სხვა ნებისმიერ კუნძულზე ერთად აღებული. ეს ერთგვარი გეოლოგიური შედევრია, ბუნების შთამბეჭდავი ექსპერიმენტი, რომელიც დღემდე გრძელდება. აქ სამყაროს უკიდურეს ჩრდილოეთში შეგიძლია პირდაპირ შეიგრძნო დედამიწის სუნთქვა. ისლანდია მდებარეობს ჩრდილო ატლანტის ოკეანეში, არქტიკული წრის სამხრეთით. ეს არის მსოფლიოში უდიდესი ვულკანური კუნძული, რომელიც გაჩნდა დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ. კუნძულს კვეთს ორი გიგანტი ტექტონიკური ფილა, ჩრდილოეთ ამერიკული და ევრაზიული. სწორედ ამ ზემოქმედებით კუნძულზე ხშირია ვულკანური აქტივობა. საქმე ისაა, რომ ეს ორი გიგანტი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს შორდება და სწორედ მათი დაშლის ხაზზე მაგმა ზედაპირიდან ამოდის და ახალ მიწას ქმნის. ეს ერთგვარი ბუნების ლაბორატორია, რომელიც დღემდე გვიჩვენებს თუ როგორ იბადება ახალი მიწა. დადგამომეთი, როცა გადავდივართ ხმელეთზე, იწყება წლების წინ ჩაფიქრებული ჩვენი ოცნება. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოცდილება შორეულ მიწებზე მოგზაურობის. არავითარი აჩქარება, არავითარი ვადები, უბრალოდ თავისუფლება შესწავლისთვის და აღმოჩენისთვის. აქ მხოლოდ ჩვენ ვართ, გზა და ღია სამყარო, რომელშიც მოგვიწევს დღეების მანძილზე გადაადგილება. ეს არის ოვერლენდინგი, სადაც მოგზაურობა არის დანიშნულება. ისლანდიაში ვართ. რა თქმა უნდა, გემიდან რომ გადმოვედით, კონტროლი იყო, ჩვენი მანქანა, ჩვენი ნომრები რო დაინახეს და მათ შორის უკან პოლონელები გვედგნენ, ისინი გადაგვიყვანეს სხვა გზაზე, შეგვიყვანეს დახურულ ავტოფარეხილით იყო, შეგვამოწმეს, მაგრამ ერთ-ერთი პოლიციელი საქართველოში იყო დამყოფი 2008-ში სხვა შორის ომის დროს და ძალიან ისეთ თბილად გველაპარაკდნენ, რაღაცა სტანდარტული კითხვები იყო, ისეთი არაფერი. არ შეიძლება ბევრი საკვების და საწვავის და ალკოჰოლის წამოღება სხვა ქვეყნიდან ეგ უკითხეს. მერე კაი ადგილები ჩაგვიწერეს ტელეფონში ესე ნახეთ და გამოგვიშვეს. აი ძალიან ყველაფერი თბილად და კარგად. პირველი რაც გვინდა რომ გავაკეთოთ არის ის რომ ნახოთ პაფინები. პაფინები არის ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი ფრინველი ყველას გეკნებათ. ნანა, აი და გავრისკავთ, მივალთ 150 კილომეტრი უნდა გავიაროთ რომ ნახოთ და თუ იქნება, თუ არ დავუკვე წავალთ მყინვარების და მთების სანახავად. ჩრდილოეთის ცივ ზღვებში, იქ სადაც წლის ყველა სეზონი ცივია, ცხოვრობს პატარა ზღვის ფრინველი პაფინი. პაფინები გუნდებად ბინადრობენ ჩრდილო ატლანტიკის კლდოვან სანაპიროებზე. ზაფხულში ისინი ხმელეთზე ბრუნდებიან, რათა ბუდეები გააკეთონ და ბარტყები გამაჩიკონ. დარჩენილ დროს კი მთლიანად ზღვაში ატარებენ, საათობით დაფრინავენ ტალღებზე და წყალში თევზებზე ნადირობენ. პაფინი პატარა, მაგრამ საოცრად გამძლე არსებაა. ის წარმოადგენს ჩრდილოეთის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ ისტორიას. იქ სადაც სიცოცხლე თითქმის არ უნდა არსებობდეს. ჩრდილოეთის ადამიანისთვის პაფინი ნიშნავს იმედს, თუ ის დაბრუნდა, ესე იგი ზაფხულიც ახლოსაა. პაფინები საოცრად ერთგული არსებები არიან. წყვილები ერთმანეთს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ და ყოველ ზაფხულს ისევ იმავე ადგილას ბრუნდებიან, ზუსტად იმ კლდეზე, სადაც ოდესღაც პირველი ბუდე ააშენეს. ჩრდილოეთისთვის პაფინი მხოლოდ ბუნების ნაწილი კი არა, ეს არის თვითონ ჩრდილოეთის სული, სიმტკიცე ზღვისა და ქარის ქვეყანაში. ისლანდიაში გზა ყოველთვის მოგზაურობაა, არა მხოლოდ ადგილიდან ადგილამდე, არამედ ემოციიდან ემოციამდე. ყველგან სილამაზეა, ყველგან ჩანჩქერია და ყველა მხარეს გაოცებული ხარ. კლიმატი საკმაოდ კაცრი აგვისტოშიც კი, მაგრამ დიდად არ გაწუხებს. აქ გზა მუდმივად იცვლება
დაიწყებ მყინვარებთან და რამდენიმე კილომეტრში უკვე შავი ქვიშის ველებზე გადიხარ. შეხვდები ულამაზეს გედების ტბას. დიახ, არ მოგესმათ, ეს არის ნამდვილი გედების ტბა. ისლანდია მათი სამშობლოა. აქ ბინადრობს ჩრდილოეთის ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ამაყი ფრინველი. ისინი ცივ ტბებში შვიდად დაცურავენ, ატარებენ წლის თბილ სეზონს. შემოდგომის დადგომასთან ერთად კი გედები იწყებენ გრძელ მოგზაურობას სამხრეთისკენ. მიგრირებენ ბრიტანეთის კუნძულებზე და ევროპის უფრო თბილ რეგიონებში, რათა ზამთრის სიცივე თავიდან აიცილონ. გაზაფხულზე კი ისევ ბრუნდებიან ისლანდიაში, სადაც მათი ბუნებრივი სამშობლოა. აგზელებ გზას და ხანდახან ყველაფერი ჩანს. ხანდახან ნისლი ფარავს მთელ ლანდშაფტს. გზა ვიწროდება, ქარი ძლიერდება და სადღაც შორიდან გესმის ზღვის ხმა. ჩვენ სტოკნესისკენ მივემართებით, ეს არის ადგილი, სადაც ვნახავთ ზღაპრულ მთა ვესტრაჰორნს. ლოსში რო შავი კვამლი არის, ისე ატარებს ქარი ყველაფერს. საკმაოდ გრილა. აი რა ხდება. აი ეს არის ისლანდია. ულამაზესი. ეს ადგილი ტურისტული არის, მაგრამ წავიდა ხალხი ჩვენ აგვჩებით, ვამით და აი უკვე არის სრულიად სიგიჟე. წარმოუდგენელი სილამაზე არის. ვის ჯერა რო აქ ვარ? აუ წარმოუდგენელი. ნახეთ სანო. აუ როგორია? დრონი პირველივე დღეს არის ანარეკლინა. ისლანდიაში კარგი ამინდიო, შეხედეთ, დაკოკილი არ გეგონეთ, სრულიად გაჩული არის დრონი. უბრალოდ ქარი არის. ჩვენ უკვე შევეჩიეთ. ხმანა. ხალხი რომ მეკითხება მართლა ესეციო, ეს არის თოვლი ხალხო აგვისტოში. ნახეთ, აქეთაც, აქ ეს არის მყინვარი. რომელიც არა, ესაც მყინვარია. ეხლა მზე ჩადის და იმედი არ გავიყინებით დღეს კარავში. ასე რომ ისლანდიაში სიგრილეა. აი ესეთია ისლანდიაში კემპინგი მილიარდ ადამიანთან ერთად. არა რა სიზავ. აი სიდამ ჩილიმი მაჩუკა და მთელი ისლანდია და ფარერები დავდივარ ჩილიმით და ყველას უკვის. აი ესეთი ამბავია აქ.
joke about silly things. This is what the Grandmasters place is all about. აქ მეორე კატეგატის მსგავსი აუშენებია ფლოკის რა. აი ესე რა. ვეძებთ სადღაც იმალება იქ. რაგნარ! ფლოკი! ფლოკი! სადღაც ფლოკი. ჩემი მანქანა როგორ პატარა ჩანს და სანდიდია ვეცხოვი ვერ ნახეთ რა წამოვიდით უკვე ხა მივდივართ ეფროუდის რაღაცა პატარა მონაკვეთი უნდა გავიაროთ, ეს არის მყინვარის მიმართულებით. თან მოვსინჯავთ როგორი არის ეფროუდი აქ, რა სირთულეები გვექნება, თან მინდა რომ მყინვართან მივიდეთ ახლოს და შემდეგ გავაგრძელებთ გზას თავარი ეფროუდების სხვა ადგილზე მეგულება, სადაც შევალთ და სხვადასხვა გზებზე გადავალთ, მაგრამ ეს პატარა მონაკვეთი აქ გავიაროთ. რაც შეეხება ისლანდიას, იდეალური ქვეყანა არის, რა თქმა უნდა, სიმშვიდეა, რაღაცა სისუფთავია, გზა ნორმალურია. საწვავი სიგიჟე ჩვენთვის, იმიტომ რომ დაახლოებით 7-8 ლარამდე არის, ნუ 6-დან 8 ლარამდე გაჩნია სადასხა. არ ვიცით სად მივდივართ. აღმათ შეუდექი და მყინვარზე მივდივარ იდეაში. ლოგიკური არის რომ ძალიან დიდი სიმაღლეს ავიღებთ და თან დამძიმები ვართ და ამ დროს რაზატკა არის ყველას კაი გამოსავალი. ეგრეთ წოდებული რაზატკა დადაბლება. ამ მოგზაურობის დაგეგმვისას, მაშინ როცა ვნახულობდი ყველანაირ ინფორმაციას ისლანდიაზე, შემხვდა ერთი გამოთქმა. უცოდინარი ისლანდიურად არის ჰემსკურ, რომელიც წარმოებულია სიტყვა ჰემრ, რომელიც სახლს ნიშნავს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვიკინგების დროიდან არსებითად ადამიანი, რომელიც სახლში ზის, არ იღებს განათლებას, არ ხედავს საგნებს, ბუნებას და გამოცდილების ფართო სპექტრს. ის რაღაცნაირად დაკავშირებულია ისლანდიურ კულტურაში უცოდინარობასთან. ანუ სახლში ჯდომა და უცოდინარობა ცოტათი დაკავშირებულია ისლანდიურ ენაში. ძველ სკანდინავიურ კულტურაში, განსაკუთრებით ვიკინგების პერიოდში, მოგზაურობა და უცხო ქვეყნების დალაშქვრა იყო ძალიან ფასეული. ეს ნიშნავდა ცოდნას, გამოცდილებას და სიბრძნეს. ხო და ადამიანების კითხვაზე თუ რატო დავდივართ ამდენს, ჩვენი პასუხიც ეს იქნება: არ გვინდა რომ უცოდინარები ვიყოთ. F985 ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეფროუდ გზა არის ისლანდიაში. დამეთანხმებით, რომ ჩვენი Toyota Tacoma იდეალურად ჯდება ამ გარემოში. ამ გზაზე ხვდები, რომ როცა ასფალტი დასრულდა, ზუსტად მაშინ დაიწყო ნამდვილი ისლანდია. მყინვარისკენ მიმავალი გზა მკაცრია, მაგრამ არა ჩვენი Toyota-სთვის. ეს მხოლოდ მოგზაურობა არ არის. ეს არის გზა, რომელიც გახსენებს, რატო გიყვარს მანქანის მართვა. დიდი აღმართების დაძლევის შემდეგ გამოჩნდა მყინვარის ენა. ეს საოცარი პეიზაჟი ალბათ ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება. უზარმაზარი სივრცე, სადაც მხოლოდ შენ ხარ და ბუნება, რომელმაც მიგიღო. F985-ის ბოლოს გზა წყდება. აქ მთავრდება ყველაფერი, რაც ადამიანმა ააშენა და იწყება მყინვარის ენა, ცივი, ძველი და ძლიერი. აქედან მხოლოდ სპეციალურად მომზადებული მანქანები აგრძელებენ გზას. ისინი გადიან ყინულის ნაპრალებს, გადალახავენ თოვლის ფენებს, სადაც თითოეული ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი იყოს. მყინვარის ენა ნელა მოძრაობს, მაგრამ შეუჩერებლად. საუკუნეებია, რაც ის წინ მიცოცავს და მისი ყოველი ბზარი ეს არის დროის კვალი ჩარჩენილი ყინულში. ეს არის ისლანდია, ადგილი, სადაც ბუნება არ გეკუთვნის, მაგრამ თუ პატივს სცემ, შეიძლება ერთი ნაბიჯით შეგიშვა შიგნით. მყინვარზე ვართ, არ ვიცი ზუსტად სახელი, მაგრამ უზარმაზარია, ძალიან დიდი არის.
ეს კარავი ავშალეთ რომ გაგვეშრო, ცოტა ნესტი იცის აქეთ და ისედაც წვიმები იყო პირველი 2 დღე და დაინესდა კარავი, გავაშრეთ და ეხლა უკვე და დავეშვათ და ჩავიდეთ შემდეგ ლოკაციაზე. უგზოობას რაც შეეხება, გზა მარტივია. ანუ თვითონ გზის საფარი არ არის რთული, მაგრამ ძალიან დიდ სიმაღლეს კრიფავ და მანქანა უნდა იყოს მზად და ნორმალური მძღოლი უნდა იყოს, რომ შიშები არ ქონდეს. ისეთი არაფერი განსაკუთრებული არ იყო, ხალხი აგერ ყინულზე დადის, როგორც უკვე ნახეთ. ისლანდიაში მოგზაურობა უფრო პროცესია, ვიდრე დანიშნულებისკენ სვლა. გზაზე მუდმივად ჩდებიან ცხენები. მათ არ ეშინიათ არც სიცივის, არც ქარის ამ პირობებში დაიბადნენ და აქ გრძნობენ თავს ბედნიერად. ისლანდიაში ერთ-ერთი პოპულარული აქტივობაა ცხენების ტური. განსაკუთრებით ლამაზია მყინვარებსა და ვულკანურ ტერიტორიებზე. აქაური ცხენები ძალიან ლამაზები არიან და მათ შორის მშვიდებით, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ მათსადმი პატივისცემის გამოხატვა. ჩვენი გზა კი სამხრეთისკენ გრძელდება. უზარმაზარი ყინულის მასა, რომელიც შორიდან ჩანს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყინვარია. ის ფარავს ქვეყნის დაახლოებით 7% და წარმოქმნილია ათასობით წლის უკან. მის ქვეშ რამდენიმე ვულკანია დამალული და როცა ისინი იღვიძებენ, მყინვარის ქვეშ წყალი ძალიან სწრაფად დნება და ქმნის ძალიან დიდ წყალდიდობებს, რომელსაც აქ იოკულ ჰლაობს ეძახიან. ბოლო 10 წლეულებში ეს მყინვარი ნელ-ნელა დნება. მეცნიერები ამბობენ, რომ ბოლო 100 წელიწადში ყინულის დაახლოებით მეხუთედი გაქრა. ყინული, რომელიც შესაძლოა 10,000 წლისაა, ახლა რამდენიმე წამით ჩვენს წინ ბრწყინავს, სანამ ისევ გაქრება. ცნობილი Diamond Beach-ი ტურისტებისგან გადატვირთული დაგვხვდა. თავიდან ვერ ვხედავდით გამოსავალს, როგორ უნდა გადაგვეღო ეს ადგილი. რუკაზე ვიპოვეთ გზა, რომელიც ღრმად შედიოდა მყინვარისკენ, მაგრამ ადგილზე მისულებს შესვლის აკრძალვა დაგვხვდა. ფარერებზე მომხდარი უსიამოვნების გამო გადავწყვიტეთ, რომ წესებს დიდად აღარ დავარღვევდით და სწორედ ამიტომ დავემორჩილეთ აკრძალვას. მაგრამ იმდენი ხალხი იყო, რომ ამ ყველაფრის გადაღებას აზრი არ ჰქონდა. არ მიყვარს ტურისტული ადგილები და არც ასეთი მოგზაურობა იყო ჩვენი მთავარი მიზანი. ამიტომ გადავწყვიტეთ ადგილი გადაღების გარეშე დაგვეტოვებინა. და ზუსტად მაშინ, როცა პარკინგიდან მთავარ გზაზე გავდიოდით, დავინახე შემხედრი მანქანა ისლანდიური ნომრებით. პიკაპის საჭესთან ახალგაზრდა ბიჭი იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მოვტრიალდი და ზუსტად ამ ბიჭს ვკითხე. შეიძლებოდა თუ არა შესვლა ამ ადგილზე. პასუხი იყო: დიახ, აკრძალულია, მაგრამ თუ გინდა შედი. და აი ასე აღმოჩნდით ნამდვილ ზღაპარში. სივრცეში, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული ადგილი, სადაც კი ოდესმე ყოფილოა. დღესაც ამჯერა თუ როგორ ახლოს ვიყავით ამ ადგილის დატოვებასთან და დღესაც ამჯერა რამდენად ზღაპარში აღმოჩნდით. მაგრამ გამოწვევები ასე მარტივად არ სრულდება. დამწუხაროდ მისვლისთანავე დაიწყო საშინელი შტორმი. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ფიზიკურად გადაადგილებაც კი რთული გახდა. სწორედ ამ დროს გადავიღეთ ის ცნობილი ვიდეო, რომელიც ასახავს ჩვენ იმჟამინდელ ემოციებს. ახლა ერთი ხელით ვერ ვიჭებ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ აქ აღმოჩენილიყავით. მოვაგვარეთ ფინანსები, მოამზადეთ მანქანა, გავიარეთ 1000 კილომეტრი. გავათენეთ ღამეები, გადმოვცურეთ ორჯერ გემით, დავარღვიეთ აკრძალვები და სწორედ ახლა, როცა აქ ვართ, იმდენად ძლიერი შტორმია, რომ ვერაფერს ვაკეთებთ. არ ვიცი ასე ეკრანიდან რამდენად შეიძლება წარმოიდგინოთ ეს განცდა, მაგრამ ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მქონდა უდიდესი იმედგაცრუება. გადარჩი. თუმცა მე ყოველთვის მჯეროდა, რომ როცა გულით რაღაც გინდა, სამყარო ხელს გიწყობს, რომ ეს გააკეთო. ხო და აი ისიც ამინდით 15 წუთით დაწყნარდა. მოგცა შესაძლებლობა გადაგვეღო ეს საოცარი კადრები და ზუსტად 15 წუთის შემდეგ ისევ გაგრძელდა დამანგრეველი შტორმი. დიახ, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს შესაძლებლობის ფანჯარა უფრო ემოციური იყო ჩემთვის, ვიდრე თვითონ გარემო. მე მართლა მჯერა, რომ რაღაცები სწორედ იმისთვის ხდება, რომ ჩვენი საკუთარი მისიები შევასრულოთ.
წარმოუდგენელია ისლანდია, ნახეთ რა. სულ სწორი გზა და სად მივდივართ. შებინდებისას მარტო ჩვენ ვართ გზაზე. ნახე რა ლამაზია. აი ჩვენი კემპი შრება. დღე მესამე ისლანდიაში, დღე მე-17 რაც საქართველოდან წამოვედით. ეხლა ჩვენ პარკინგზე ვართ, ყველა წავიდა, მაგრამ აქ იმდენი ხალხი იყო, რომ საღამოობით არ ვიღებთ ხოლმე. აზრი არ აქვს, ის ახლოს მედგა აქ მანქანა გუში, რომ კარაშვილის ავდიოდი. სამწუხაროდ ისლანდიაში ველური კემპინგი აკრძალულია თან ძალიან, ანუ ყველა რეკავს პირდაპირ პოლიცია გადგება და ძალიან დიდი ჯარიმარი და ესეთ პარკინგებზე გვიწევს დარჩენა. აი იქ არის ვანა, ტუალეტი, სამზარეულო. გუშინ ისეთი რთული დღე გქონდა, რომ ცოტა დასვენება მოგვიწია დღეს, გვიან გავდივართ. თან ჩვენ და გასაკვირად ძალიან ისეთი მზე არის, რომ ესეთ მზეში გადაღება რთულია ხოლმე, თაქარა მზე, რასაც ქვია. ხო და ცოტა ხანი დავიცანეთ, დავიტენეთ, აღჭურვილობა დავტენეთ და ისე ვიქვინდა დაბრუნება ის მყინვარები კარგად ვერ გადავირეთ. იმიტომ რომ დაგვაღამდა და ძლიერი ქარი იყო. ხო და ეხა წავალთ. იქ 50 კილომეტრს უკან გავივით და მე გავაგზავნებთ გზას. ჩვენი ტაკომა კარგად არის, წყობაში არის ყველაფერი. შვიდათ არის, ცოტა 100 მეტრს გავაშრეთ და ეხა ვაგზავნებთ მოგზაურობას. ესე იგი საქმე ისე მიდის, რომ დროენთრენა ასეთ არ შეიძლება და ესე თამთა დავდივარ, რომ არავინ დავინახოს. ყინული, რომელიც აქ 1000 წლეულები გროვდებოდა, ახლა უჩვეულოდ მალე დნება. ადამიანის გავლენამ და გლობალურმა დათბობამ დააჩქარა ეს პროცესი. ყოველი ნატეხი, რომელიც წყალში იშლება, მოგზაურობს ზღვისკენ და ქმნის ჩვენი პლანეტის ციკლს. სწორედ ამ ციკლის წყალობით გრძელდება ჩვენი სიცოცხლეც. ეს არის დედამიწის მექანიზმი, რომელიც ახლა სწრაფად იცვლება და შეგვახსენებს, რომ ბუნება ძნელად აღდგება და საჭიროა მას სათანადოდ გაუფრთხილდეთ. ჩვენ კი დავტოვეთ ყინულების სამეფო და გზას სამხრეთისკენ ვაგრძელებთ. ისლანდიაში გზა ძალიან ხშირად იცვლება. უკვე შევეჩვიეთ, რომ ყინულს შავი მიწა ანაცვლებს, შავ მიწას სხვა და მუდმივად ასე გრძელდება. მაგრამ ერთ მომენტში ბუნება სრულიად შეიცვალა. სამხრეთ ისლანდიაში, ელდრუნის ლავრველზე ბუნებამ ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ეკოსისტემა შექმნა. ეს ადგილი წარმოიქმნა 1783 წელს, ლაკის ამოფრქვევის შემდეგ, როცა გამაგრებულ ლავაზე საუკუნეების განმავლობაში ნელა ამოიზარდა ხავსი. ეს ხავსი ძალიან ნელა იზრდება, წელიწადში მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით. ხავსი ინახავს ტენიანობას, აფერხებს ეროზიას და ქმნის სიცოცხლის პირველ საფარს მკვდარ ქერქზე. სწორედ ამიტომ ისლანდიაში მას ყველაზე მეტად იცავენ. აუცილებელია რომ არ დავაბიჯოთ მას, რადგან ამ ერთი კვალის აღდგენას დაახლოებით 1 საუკუნე ჭირდება. ტრადიციის მიხედვით ხავსი გამოიყენებოდა ისლანდიურ სამზარეულოში და ხალხურ მედიცინაში. ასევე აყენებდნენ ჩაის. ეს იმას ამბობენ, რომ კანონეს ვარღვევდა.
აგერ ხავსიან ლავაზე ვარ შემოსული, რომელიც ძალიან რთულად იზრდება და იცავენ. რო არ გადაუარო, მოსატრიალებელი არ დაგხვდა. 1-4 წუთია უკუსლით მივდივარ. და კიდე 5 წუთი წინ არის. და კიდე დიდი ხანი არის ეგრე. აი. ერთად სხვანაირი ცხოვრება არის აქ, ანუ გავსე რომ მივდივარ, ახლა რამდენიმე წამი მჭირდება ხოლმე რომ საწვავი ჩავასხა და აქ ჯერ იქ უნდა შევიდე, სადაც მოლარე დგას. დღეს მთხოვა რაღაცა დამიტოვე რომ გაგიხსნაო რომ ჩავასხა, მე უნდა შევიდე, გადავიხადო. ნუ ან ბარათით გადავიხადო, რომელიც უმაღლეს თანხას ბლოკავს და მე არ იხსნება ერთი თვე და მოკლედ მენატრება, საქართველოს მენატრება და საქართველოს სიმარტივე. და არა მარტო ბენზინგასამართ-სადგურები, ანუ აქ უფრო სხვანაირად არის, ჩვენთან უფრო განვითარებული არის ციფრული სამყარო, გადახდები და რაღაცები ძალიან მარტივია. რაც შეეხება გალფს, გალფი ჩვენი მხარდამჭერი არის. და არ ვიცი ამ კომპანიასთან მე ისე ახლოს ვარ რომ არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას რამდენ სიკეთეს აკეთებენ და მათ შორის არის ერთ-ერთი ჩვენი მხარდაჭერაც რომ აი აქ რო დავდივარ ძალიან დიდი წვრილი მიუძღვით მათ. სადღაც ვნახეთ ადგილი სადაც დრონი არ იყო გადახაზული. ეწერა რომ დაიცავით ბუნება ისეთი არაფერი იქნა, მაგრამ იფრინეო. ეგეთი რაღაცა პირველად ვნახეთ. არა მარტო ამ მოგზაურობაში და არა მარტო ამ ქვეყანაში, თითქმის უმრავლეს ევროპულ ქვეყნებში ყველგან ესე დაუფიქრებლად არის აკრძალული დრონები. კანიონში ავდივართ, სახელები არ ვიცით. იმიტომ რაღაცა ძალიან უცნაური სახელები ქვიათ. სახელებს ვერ ვკითხულობ. ვერ ვკითხულობ, ხო? იმიტომ რომ ახლა ჩვენ წავიდგენ. ჯარაკალაკროს ქვია. მაგრამ პერსონალური კი არ ქვია. ხო. ისლანდიაში ბურგერი თუ არ გააკეთე და მამული ესეთი კემპინგი გვაქვს ცოტა გრილა მაგრამ არც სხვა ქვეყანაში გავაკეთეთ ნაკლები რა დაპრესე ვინმეს თუ გეგონათ ხუმრობდით არაფერით აი სიდამ გერმანიიდან გამოგვატანა ჩილიმი ესეთ კემპერზე კემპინგზე ვართ შემოხალხიდან ჩვენთვის ვართ
ისლანდიაში სანახაობები არასდროს მთავრდება. ყველა ნაბიჯად ჩანჩქერების, ზღაპრული მთები, გეიზერები და ლაგუნები გვხვდება. ყველგან სილამაზეა, მაგრამ ჩვენი მთავარი მისია არის, რისთვისაც თბილისიდან ჩამოვედით, ჯერ კიდევ შეუსრულებელი გვჩებოდა. გავიარეთ რიგი ცნობილი ტურისტული ადგილები, ზოგს მხოლოდ დრონით გადაუფრინეთ, ზოგთან ფიზიკურად არც კი შევჩერდეთ და გავაგრძელეთ გზა. ჩვენთვის ამ ყველაფერს არც ისე დიდი ემოცია მოქონდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეუჩერებლად გავლა, რათა სწრაფად წავსულიყავით ისლანდიის ჰაილენდებზე. მაგრამ გზად ისეთი ადგილი შეგვდა, რომელსაც ასე ვერ გავატარებდით. ეს არის ყველაზე ცნობილი სკოგაფოსის 60 მეტრიანი ჩანჩქერი. ის არაერთ ცნობილ ფილმსა და სერიალშია გადაღებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიკინგების სერიალიდან არის, სადაც ფლოკი აღმოაჩენს ღმერთების ქვეყანას. სკოგაფოსი ცნობილი ასევე ატმოსფერული ფენომენით. მზიან ამინდში, წყლის წვეთზე სინათლე ორჯერ იტეხება და ჩდება ორმაგი ულამაზესი ცისარტყელი. ეს ყველაფერი აქამდე მხოლოდ შესავალი იყო. ახლა იწყება ჩვენი მთავარი გამოცდა. წინ უგზოობა და ისლანდიის ხელუხლებელი ბუნება გველის.